მეტეოროლოგების პროგნოზით 2016 წლის ზამთარი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ცივი იყოს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრები მოქალაქეები კი იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც მათ გათბობის ყოველი სეზონის მოახლოებასთან ერთად აწუხებთ. სოფლებში, სადაც გაზის ფიცირების პროცესი დასრულებულია, ადგილობრივები შიშობენ, რომ გაზის გადასახადს ვერ გასწვდებიან და ისევ შეშით გათბობა ურჩევნიათ. თუმცა შეშის მოგროვება მათი თქმით პრობლემურია. შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებში ნინო ფისაძე ჩავიდა. როწელი არის უკვე რა ომის შემდეგ. მანანდისა ხმარობდი ხარები წამყანდა და ეხლა აღარც ხარები მყანს და გდიესე. ვლადიმერ თოთლაძე ხარებით შეშით მოსატანად წლებია აღარ წასულა. ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის ტყეები, საიდანაც მოსახლეობა ზამთრისთვის შეშა მოჰქონდა ოკუპირებულია. სხვა რაიონიდან შეშის მოტანა კი ადგილობრივებს ძვირი უჯდებათ. ტყეში ვერ შევდივართ. ბეშინია რუსები დადიან, ყოველდღიურად დადიან. ამოწმებენ იქ თავიანთი ტერიტორია მიაჩნიათ. ზამთარი მოდის და აღარა ტყე აქვე გვაქვს, მაგრამ ვერ მივდივართ იმ ტყეებში, იმისთვის რომ გვეშინია, დადია რუსებია თუ ოსებია და სოფელ კნოლევში ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სხვა სოფლების მსგავსად გაზიფიცირება უკვე დასრულებულია. გათბობის ალტერნატიული საშუალების არსებობის მიუხედავად ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ მძიმე სოციალური პირობების გამო გაზის საფასურს ვერ გადაიხდიან. შეშისთვის განსაზღვრული დახმარება კი საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებს გაზიფიცირების შემდეგ შეუწყდათ. დახმარება იყო 200 ლარს გვაძლევდნენ ხოლმე. შეშის ფულსა გვაძლევდნენ და მაინც ახლა მოკმარებით რაღაცას ვაკეთებდით, მაგრამ ეხლა გაზი რა ის შემოვიდა, არაფერი არა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით რთულ პირობებში აღმოჩნდა სოფლები, სადაც გაზი ამ დრომდე შეყვანილი არ არის. სოფელი ხიდისთავი გორის რაიონთან ყველაზე ახლო მდებარე სოფელია, თუმცა ამის მიუხედავად ბუნებრივი აირი სოფელში არ არის. ერთი მანქანა შეშის ყიდვისთვის ადგილობრივებს 800 ლარის გადახდა უხდებათ. ადგილობრივები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც საშეშე მასალის მოსატანად ბარათების აღების დროს ექმნებათ. ბარათის აღება ხდება ბანკში მივალთ, მიიტან პირადობას, თუ მოსულია პირადად პიროვნებაზე კოდი, ავიღებ ბარათს. ბარათები არ არის, ერთეულები იღებენ ბარათებს, 10-სა, 20 ბარათს და მიხვალ შენ არ გხდება. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლების გაზიფიცირება მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება მოსახლეობის სხვა მოთხოვნებს, მისი თქმით, სპეციალური კომისია ყველა მათგანს განიხილავს. საკითხები, რომელიც აქტუალურია და მათ შორის ზამთრის სეზონისათვის განხილული იქნება ამ კომისიაზე, არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც უკავშირდება წყლით უზრუნველყოფას, განათლებას და ასე შემდგომ. დაკმაყოფილდება თუ არა საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობის მოთხოვნა, ამაზე სპეციალური კომისია იმსჯელებს. სოფლებში კი, სადაც ბუნებრივი აირი არ არის, გაზიფიცირება 2017 წლისათვის დასრულდება.